გამარჯობათ, ჩემო მეგობრებო. როგორ წადებით? დისთვის მოგვიწვიეთ. უი, სულ დამავიყრა, გოჭუნა, ნიფ-ნიფო. დღეს პირველი ივნისია და მიულოცოთ ჩვენს ბავშვებო, გილოცავთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. თქვენი დღეა. გილოცავთ. ჩვენ თუ გვამჩნევთ, რომ მელაკუდა და ბატისჭუკი დავმეგობრდით, ხედავთ? როგორ მოხდა ეგ? როგორ მოხდა, ჩემო, კარგო და დღეს ისეთი დღე არის, ყველანი ძალიან გემრიელები ვართ, ძალიან ტკბილები ვართ, ძალიან ლამაზები ვართ და დღეს გვინდა რომ სიყვარული და მეგობრობა იყოს ჩვენთან. ხედავთ, თურმე ესეც ხდება გოჭუნას, სადა ყავს შენი ძაბიკო და უძახეთ. აი, ჩემი ძაბიკო. გამარჯობა. როგორ ახართ? კარგად არა გვიშავს თქვენ? ერთი გაკლია, კარგად ავარ, ძალიან კარგად ავარ. ძალიან კარგი. გადაგხსენოთ გოჭუნების სიმღერა? გაგვახსენეთ. აბა დავიწყოთ. ძალიან კარგი. ჩვენ სიმღეროთ ხო? კი. ვერას დაგვაკლებს, პიცა ჩვენ დაგვაკარებს, რუხინგელიც პირი, დადის თეთრემშიერი, რუხინგელიც პირი, დადის თეთრემშიერი. და ესე ვუმღერივად ხოლმე მგელს, მაგრამ ჩვენ სულაც არ გვეშინია არასოდეს. არც ზღაპარში გვეშინია და არც ისე გვეშინია. ისე ჩემო მეგობრებო, მგელი ბოროტია თუ იცით? დღეს არა. არა, დღეს არა. მიხვდნენ. რა თქმა უნდა, დღეს ხო ბავშვთა დაცვის დღეა. ეხლა რომ მოვიდეს? მოვიდეს მერე რა? არ გვეშინია. იმიტომ რომ მესამე გოჭი სად არის? მესამე გოჭი ისვენებს. ისვენებს სხვა ბავშვებთან არის წასული. გასაგებია. ვინ მოვიდეს? აი ნასტას უნდა რომ მოვიდეს ჩვენთან ვინ გინდა რომ მოვიდეს ნასტა? გელი მოვიდეს. გოჭი. გოჭი მოვიდესო? ხო. გოჭი მოვა შენთან. აი მოვა. ეს ნიფ-ნიფი და ნაფ-ნაფია? ეს ნიფ-ნიფი და ნაფ-ნაფი ვართ. ანუ ნუფ-ნუფი ისვენებს დღეს. უბრალოდ სხვა ბავშვებთან. კი, მაგრამ გადაცემის დამთავრებამდე ჩვენთან იქნება. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ამ შემოგვიერთება? ვინ დედი? გონი მართლა მეორე გოჭი დედიკო. მამა იგუჭირდა. ой, ეს ვინ არის? ვინ გამარჯობათ, მეგობრებო, გამარჯობათ. კეთილია მამა. აბა, ვინ არის ჩემი მეგობარი პირველ რიგში შეგვითხრით? შეიცაყვალილი ხარ და ძალიან მაგარი ხარ. ჩემი ხომ არ გეშინიათ? არა, არ გვეშინია, ხო არ გვეშინია? ძალიან კარგი, დღეს სულაც არა ვარ ბოროტი და მინდა რომ ყველა ჩემი მეგობრები იყოთ. გელო, კეთილი ხარ, ხო დღეს შენ? გამარჯობა მგელა. გამარჯობათ, როგორ ახართ გოჭუნებო? მელაკუდა, შენც აქ ყოფილ ხარ. ბატისჭუკიო, რამბაგარიო. ჭუკო, დღეს გაკოცებ, დღეს სიყვარულის დღეა. გილოცავთ ბავშვებო, დღეს ბავშვების დღეა და გვიყვარდეს ერთმანეთი ყოველთვის. გამაგარი ჯინსები გაცვია მგელო. ხო, ეს სპეციალურად თქვენი გადაცემისთვის შევიძინეთ. რა? всё, აღარ ეშინია კეთოს, ხო? მომიხდარ კეთილი მგელია. ჯინსებიანი მგელი. მგელო, შეგიძლია იცეკვო, თინამ თქვა რომ შეუძლიათ ცეკვაო. რა თქმა უნდა, მუსიკას ველოდები. მუსიკა ჩართე. მუსიკა. ჩაგვიცეთ მუსიკა. მე ნებისმიერ მუსიკაზე შემიძლია ცეკვა. მუსიკა დინჯი. აბატაში. მოდი ტაში დავკრათ. იცეკვა შენც მიდი შენც. აბა ჩვენც ვიცეკვოთ. შენ რო იცი ისე მამა. ბავშვებო, ჩვენც ვიცეკვოთ ბავშვებო. ცეკვავეთ. მიდი ცეკვეთ. არა, კაცი ცეკვოთ. მიდიდე. ვაიმე რა მაგრა ცეკვა.
ტაში. მე რომ სიმღერაც ვიცი, ჩემო პატარებო თქვენ თუ იცით. აბა გვიმღერე. არ გვეგონა სიმღერა. ხლა ერთ საიდუმლოს გაგიმხავს. გოჭების ზღაპარში ჩემო კარგებო. მართალია დამშეული ვარ ხოლმე და ვუმღერი ჩემს მეგობარ გოჭუნებს, ვუმღერი ჩემს მაყურებელს რომ მაპოვნინონ გოჭები, მაგრამ ამაოდ, არაბინაც არ მეხმარება. არა, მამა, რა თქმა უნდა. დავიღიღინო. გამოვა სპაიდერმენს. კი, ძალიან გვაინტერესებს. ეს რა ხდება, ბავშვებოდ ვერ ვიპოვე საკბილო და მისუსტ და მუცელისა და ხარ. თუ არ გეცოლდები და მეხმარეთ და ერთად შევახრამუნოთ ეს გოჭები. ვაიმე. ნასტეს უნდა რომ მოგეფეროთ შეიძლება? არა, მოდი გაკოწო. ეს შეიძლება რომ მოგეფეროთ? რა თქმა უნდა მობძანდი. დიდი ნასტა. დიდი შეც კიდე მოეფერო? მიდი. მოეფერე. მობძანდი დღეს ხვიზე. მოეფერე. აი შენ როგორ ამასაც მოეფერე. კი, მივიდეთ. ჩვენ ჩავგვახვდეთ. ჩვენც მოვა. ისე მივიდეთ. თინა შორიდან ეფერები. მოდი გასაყვანელი ბავშვებია რამდენი. ბილები გაქვაი. აი თინა ისე მოვა მოდი. აი მოეფერე. აი ეს ზღაპრის იდილი. გემრიელები ყავთ რა თქმა გოჭებს ხვიზე მოეფერე ჩქარა სანამდე. აი მოდი ხარ. მე მოეფერე შეკი. ბავშვებო როგორ ახლა მელიეს მოეფერე მიდი. ბავშვებო ძალიან მიყვარხართ ჩვენ ვიყავთ. გენაცვალეთ სიმღერები ცეკვა. და ცეკვა. ცეკვა, ყველები ცეკვა. ბავშვებო ჩვენთან ერთად. აბა ცეკვა ყველა ოპი შენი ცეკვა მოდი. აში ბავშვებო შენი ცეკვა მოდი. თინა მიდი დედი. დედუ მოდი ერთად ვიწეკვოთ. აბა ჩვენ. ეხა წრიანი წავიდა. ძალიან კარგი. შევაბარეთ სტუდიაში. ძალიან კარგი მაშას ეხა აქედან თქვენთან გადმოვინაცვლებთ. მოდი. ამოიქით დავჭირდა. ეს ეხა გინდათ ახალი ამბავიც გითხრათ? აბა მოგიტყვა შენ როგორ ყვარებია ლაპარაკი. გირაბიც მოგიყვანეთ. ხაპრის რა თქმა უნდა. აბა კონკიანის უყვარს? კონკია მე კონკია მოდის ჩვენთან. დავუძახო? აიდერმენიც მოდის. ვარენი დეიზიც მოდის, გაპრანჭული ბანკიანი. მოდი გელოდები. დონაიტაკის მეგობარი. ნაერია. Hello Kitty არის დღე? ვაიმე სპაიდერმენი მოვიდა. სპაიდერმენი მე. მე ჩამოგაწვევ. ხელი მიეჯაჭვა. რა ქვიაო დე? არა სესიონო. მოხაჩემთან. არა რატო? სპაიდერმენი ეს მართალია სწორად ვაკეთე. ნახე პუ. დედი ეს კონკია და გამარჯობა. გამათ მაინც ჩამოვაჩა. გამარჯობა. თამუნა სოფაზე თოჯინები. სალამაზები არის მამა ნახე. სული და სული ასებს. აი შენეთი თოჯინა ითამაშე. დედი კუქნალზე ჩამოა. ხვა, ელას მიყვება ეს. ყავდეს დღეს ძალიან კეთილია. ხო, დღეს ძალიან კეთილია. ეს იყო. კარგი გოჭე, თამუნა ძალიან დიდი მადლობა. უკვე მეორედ ხარ ჩვენთან სტუმრად და მეორედ გამარჯობა. მართლა დღესასწაულს. მოდი დასხედით, სადაც გამოდი. ჩვენ გადავსვით. არ შეჭამს, დღეს კეთილია. გოჭი არის უგოჭესი. არა, ასეთი პირველი ნიში მე მგონი არასდროს ხონია. მე მინდა რომ დასხდეთ. დასხედით, განვაგდით. მოდი სადაც დავიწყებთ. ეზე აი აქ შემოდი. ხო, საინტერესო შენი ნახატი როგორ გამოვიდა. სამსაუბარს დავიწყებთ საკო მე მინდა რომ მაყურებელს ვაჩვენო დეას ნამუშევარი ეს არის ნუკა დეას თვალით დანახული ნუკა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო დეა და ამას წავიღებ სახში აუცილებლად აქ ვერ დავტოვებ. ხო, მეც აქ ყველას მეც სახში კედელზე უნდა დავკიდო თავის ავტოგრაფით. თამუნა
მიდის ფაილი. ხარია რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩვენი სტუმრები პირველ რიგში. აგრძელებთ ისევ ისე აქტიურად, ენთუზიაზმით, დიდი მონდომებით. პირველ რიგში ბევრი შეკვეთა გქონდა. პირველ რიგში დავიწყეთ ფაქტიურად დასავლეთიდან გამთენიას მოვედით. მართლა. ანუ მთელი დღის განმავლობაში ესე სპექტაკლი ენაცვლებოდა. ძალიან ბევრი ღონისძიებები ქონდა კორპორატიული, ისე ყველაზე დიდი ღონისძიება ჩავატარეთ გორში. ხო. და ძალიან კმაყოფილები დაგვირჩნენ, ძალიან კარგი ღონისძიება ხონდა რა. ანუ სადაც ვიყავით, ყველგან ძალიან კარგები. თბილისშიც რა თქმა უნდა, თამთა რა მითხარით? ახლა ჩვენი სტუდიისთვის რაღაც სპეციალური მინი სპექტაკლი დადგი, ხო? ასე იმპროვიზირებული, ხო? და ჩვენი მაგალითების მაყურებლისთვის. ზოგადად აღარ მახსოვს შენი ერთი ზღაპარი რამდენხანს გრძელდება და ბავშვების მოთხოვნით არის, თქვა მშობლები გეუბნებიან რომ გვინდა რომ თქვა სამი გოჭი ითამაშოთ. კი, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ პროგრამაც გააქვთ შოუები. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გქონდა ანუ 1 საათიდან საათ ნახევრამდე გრძელდებოდა ხოლმე. ეს თოჯინური წარმოდგენები, ანუ რაც შეეხება თეჯირთან ურთიერთობას, მაგრამ იმდენად დამღლელი აღმოჩნდა პატარებისთვის. ამიტომ გავანაწილეთ 40 წუთიანი გვაქვს სპექტაკლები. ამ სპექტაკლების შემდეგ უკვე გამოყვავს ეს ზღაპრის გმირები უკვე პროგრამით. იმიტომ რომ ეს არ არის ხა 40 წუთი და ნახევარი საათი ისეთი დრო, რომ ბავშვი დაიღალოთ, არ ბეზრდებათ, რაც მთავარია და ანუ თოჯინების სპექტაკლიდან გვინდა რომ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გქონდეთ ბავშვებს, რომ მე შემართებით გავაგრძელოთ კიდევ რაღაცას ელოდებიან და ამით რო არ სრულდება. რაოდენი ფიფქია, ხო, ფიფქია დაგაქვა. მისთვის ფიფქიასთან ასოცირდები. და ყველაზე პოპულარული გმირები რომელია? ყველაზე პოპულარული გმირები არიან კონკია, დონალდ დაკი, დეიზი. წინა გადაცემაში დონალდ დაკი ყავდა შლაპით. აი ხა დეიზი მოგიყვანეთ, ანუ შეყვარებული ფაქტიურად. ხო. ფიფქია, სპაიდერმენი ხო ყველა ბავშვისთვის, ანუ ბიჭებისთვის განსაკუთრებით ძალიან საყვარელი გმირია. ნუ გოგოებთან ალბათ Hello Kitty. არ გააფუჭო, ხო? ლიდერი. კეთო. კეთი რა კმაყოფილი. სპაიდერმენ, მოდი ციტუდით. კეთოს კონდა რაღაც შიშით და დაძლია. ხო, არა ნამდვილად. აძლია რომელია? გადაინაცვლა? Hello Kitty, მოგიყვან შენს განსაკუთრებულად სტუმრად. მოდი შენ დაბადების დღეზე მოვიყვანოთ, გინდა? გინდა? სხვათა შორის? თინას დაბადების დღეც მოდი. შენს დაბადების დღეზე ვინ გინდა რომ მოვიდეს? გმირები. მინი მაუსი, გინდა გაპანტელი მინი მაუსი? მინი მაუსი, რატომ უნდა მოიდეს? ის კითხვა. რატომ? აბა ვინ გინდა რომ მოვიდეს? ვინ გინდა რომ მოვიდეს და? ფიფქია Hello გინდა? Kitty ახსენა ერთი ორჯერ და მე მგონი მეგობრობს, ხო? უი მე გაიწერე. აი დედი. ფიფქია არის ჯუჯებთან ერთად რომ ფიფქია, ლამაზი ფიფქია. ჯუჯების სიმღერა იცის თინამ და? მართლა? ყოჩა. აუ ხო არ გვიმღერებ თინა? გვიმღერე გეხვეწ. აი ყველაფერზე იტყვის ჯუჯები. უცნაური კიდე რა არის? გინდა გითხრა? ნასწრას ყველაზე ესეთი ეშინია მგლის. და როცა იგვიძებს ხამე, აი გელი მოდის, გელი მიდის რაღაცას ამბობს და რამ გადარია ვერ გავიგე. აღმოაჩინე რომ არ არის, ხო? ფუფი საშიში მგელი. არა, მგელი არ არის საშიში. კეთილი მგელი. ხოლმე ისე ხო. ყველა ზღაპარი სრულდება, რა თქმა უნდა, happy end-ით, ასე ვთქვათ. და ბოროტი გმირები არ არიან, ხო? მე მაშინ მახსოვს ვისაუბრეთ ფასებზეც და არის ძალიან მიზერული რაღაცა შეუდარებელი და იგივე ფასები დავტოვეთ, დღემდე იგივე ფასები გვაქვს, ჯერჯერობით არაფერი არ შეცვლილა. გმირები დავამატეთ, 4 გმირი დავამატეთ და მე მინდა შემოვიდეს ჩვენთან, თუ არ შესაძლებელი მინიონის გმირი ყავს მოყვანილი, ანუ სად არის? მინიონი სად არის? აიდი. სად არის გითხარით და დავუძახებთ. ველოდებით ახალ გმირს. ახალი გმირი უნდა მოვიდეს ახლა ჩვენთან. ანუ ვინ დაამატეთ? ანუ დავამატეთ მინიონი, ხო? დავამატეთ ისა ფიონა, ხო? დავამატეთ შრეკიც თავისთავად. და ვინ დავამატეთ კიდე? ბატია დავამატეთ. მაგრამ დღეს იმდენად დაღლილი იყო ყველა ჩვენი მსახიობი, ანუ გუშინდელი დღის სასწაული დღის ვაიმე. არა უშავს. გუშინდელი სასწაული დღის შემდეგ, ნუ ყველას ბევრს ვერ ვთხოვე, რომ ამას ამოსწრებდეთ. ბავშვებო, სანამ კითხვაზე ვსვათ, წინა ბლოკში ხატავდნენ უინტერესი ბავშვები ჩვენ სპორტაკას, მაგრამ იყო ერთი ბიჭი სახელად ლუკა, რომელსაც ჰქონდათ არჩეული თავისუფალი თემა და როგორც იხან დაამთავრა და არ შემიძლია. მოდი ლუკას დამუშავარი დავტოვოთ ჩვენ სტუდიაში. აი ლუკას დამუშავარი სწორედ ის დამუშავარი, რომელიც დაამშვენებს ჩვენ სტუდიას. კი, და ყოველდღე დაინახავს მაყურებელი. კი, მადლობა ლუკას. ძალიან კარგი პლანელა წინა ჩართვა. მე მგონი ახალი გმირი
ჩვენ ველოდებით მინიონს ხო რეალურად? კი. ხო, შემოგვიერთდება. არ ვასრულებ გადაცემას, სადაც მინიონი არ შემოვა. კარგი. ეს გასაგებია რომ პირველინის თამონა ბუნებრივია, ბევრი შეკვეთა. ყველა სურს რომ ბავშვს რაღაცა დღესასწაული მოუწყოს. აი სხვა დღეებში როგორ არის? რამდენად აქტიურად გიწევთ მუშაობა? ისე აქტიურობებით, როგორც წინასწომრობის დროს. მე მახსოვს წინასწომრობის დროს ჩვენ ფაზებზეც ვისაუბრეთ, აღფრთოვანებულები ვიყავით, იმდენად დაბალი ფასია. ხო არ შეცვლილა და კიდევ ერთხელ გავუმეოროთ მაყურებელს, რომელსაც არ უნდა ახავს თქვა წინა გადაცემა. ფასები არ შეცვლილა, ანიმატორი თავის ტრანსპორტირებით ვინ მოვიდა ნახე? კუპი სად არის კუპი? ყველაფრით ისევ 80 ლარი ღირს, ჩვენი საჩუქრებით და ასე შემდეგ. ერთი დიდი დღესასწაული. თავის ანიმატორთან ერთად საჩუქრები, კონფეტი, სახეზე მოხატვა და ასე შემდეგ და დანარჩენ ჩვეულებრივად 25 ლარიდან 35 ლარამდე ისევ ზღაპრის გმირები, ერთი გმირი. სამი გმირის შემთხვევაში ფოტო გადაღება ისევ საჩუქრად გვაქვს და ასე შემდეგ. მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით Facebook გვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ ეს ადამიანები. მინების თეატრი და ზღაპრის გმირები გამოძახება. აი ასე არაჩვეულებრივ წარმოდგენას მოგეწყობენ სახლში და რაც თავია ბავშვისთვის იქნება ძალიან დიდი დღესასწაული, ასე რომ არ დაიშურო და აუცილებლად მიაკეთეთ აი ამ თეატრს ასე ვთქვათ. მოდი დავამთავროთ ხანგრძლივად ისე როგორც ბავშვები იმსახურებენ. ხო, ცეკვი. აი, კარგი. დიდი მადლობა. აბა შეიძლება და ხვალამდე ხვალ ჯაოს ჩვენთან ერთად იქნება. ხო. მოდი. Minti peracindi, zikara da nigora, neosta japnis na telida, igo ara igora.